იურისტები რამდენიმე მიმართულებით საუბრობენ, რის გამოც 20 ივნისის საქმეზე გუშინ გამოცხადებული გადაწყვეტილება არის პრეცედენტული და მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 20 ივნისის შემდგომ გამხდარან სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის სამიზნეები თუ მსხვერპლები, გაუმარტივდებათ საერთაშორისო მართლმსაჯულებაში, საერთაშორისო დონეზე საკუთარი სიმართლის დამტკიცება, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატა სწორედ იმ უფლებების დარღვევაზე საუბრობს, რა უფლებებით შემდგომაც დაირღვა და განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერში გასულ წელს. გარდა ამისა, იურისტები შენიშნავენ იმასაც, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ უნდა მოწესრიგდეს ყოველ შემთხვევაში ნორმატიული ჩარჩო, კანონმდებლობა, თუ როგორ უნდა მოხდეს მართვა საპროტესტო აქციებისა, რადგან სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლო ავალდებულებს, რომ მიიღოს კონკრეტული რეგულაციები, როდის გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდის არის აკრძალული ასეთი საშუალებების გამოყენება, მათ შორის რეზინის ტყვეების თუ ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ამომავლოდაც ქმნის შესაძლებლობას, რომ რაც მეტად ნაკლები ადამიანი დაზიანდეს თუ დაზარალდეს საპროტესტო აქციების დროს. შესაბამისად, იურისტების განმარტებით ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ეს არ ეხება მხოლოდ 20 ივნისს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ზედმა პალატამ გამოიტანა საქართველოს მიმართ. განაცხადა, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევა ორგანულ კავშირში იყო მოცემულ შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის გამო კონვენციით გათვალისწინებულ უფლების დარღვევასთან. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ასევე 2024 წლის დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებითაც და ყველა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ქართული ოცნება ახორციელებს როგორც საკანონმდებლო, ისე კანონის აღსრულების დონეზე, მან ფაქტიურად მოსპო ამ ქვეყანაში შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლება და ეს პრეცედენტი იქნება ძალზე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ ანალოგიური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული ახლა უკვე სხვა მოვლენებთან დაკავშირებითაც. ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი კონტექსტისთვის ასევე არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ასევე იმსჯელა იმ ეროვნულ ჩარჩო კანონმდებლობაზე, რომელიც აქტიური სპეციალური საშუალებების ირგვლივ არსებობს ქვეყანაში, რომლებიც აქციების მართვის ოპერაციების დროს აქტიურად გამოიყენება და ასევე დაადგინა მათი კონვენციასთან შესაბამისობის საჭიროება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება ვალდებული დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად მისი კანონმდებლობა და პრაქტიკა მოიყვანოს შესაბამისობაში ევროკონვენციის სტანდარტებთან, რაც აღსრულების შემთხვევაში გამოიწვევს ნაკლები ადამიანის დაზარალებას აქციების მართვის ოპერაციების დროს. სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილება არ გადაიხედება და განაჩენი საბოლოოდ არის დამდგარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება სულ სხვა რამეს ამტკიცებდა, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წელს 20 ივნისს დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, არ გამოიძია ძალადობა და არ დასაჯა კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში არიან საპროტესტო მოძრაობაში, არიან ძალადობის მსხვერპლები და მათი მხრიდან საუბარია სახელმწიფოს მხრიდან, სპეცრაზმის მხრიდან ძალადობაზე. ისინი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩენს მოლოდინს და იმედს, რომ სამომავლოდ სწორედ ამ საქმეებზეც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ქართულ ოცნებას და უფრო მძიმე პასუხისმგებლობის აღება, რადგან ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლებაც აღიარებს, რომ გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერება მოქალაქეების წინააღმდეგ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ მოქალაქეების მიმართ წამებასთან გათანაბრებულ ძალადობაზე, რაც ასევე მძიმე დანაშაულია. შესაბამისად, დღეს შესაძლოა ნოემბერ-დეკემბრის ძალადობებს ხელისუფლება მხოლოდ რამდენიმე ინციდენტად წარმოაჩენს, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის, ამ საპროტესტო საზოგადოებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება აჩენს იმედს, რომ სამომავლოდ ხელისუფლებას მაინც მოუწევს საკუთარი დანაშაულის აღიარება და პასუხისმგებლობის აღება. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში, რასაც გვიჩვენებს, არის ის, რომ ასეთი ტიპის დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც უკვე არაერთგზის ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, არ დარჩება დაუშლილი. გამორიცხულია, რომ ეს დაუშლილი გახდეს, ერთადერთი კითხვის ნიშანი არის დრო.
და ჩვენ გვინდა რომ მალე დადგეს შედეგები, თორემ როგორც 20 ივნისზე გამოვიდა გადაწყვეტილება და ეხლა რო იძახიან რომ კიო ეთანხმებითო და ერთმანეთს რო აბრალებენ გახარია და ქართული ოცნება ვითომ სხვადასხვა ყოფილიყვნენ მაშინ, აი ზუსტად ესე დარწმუნებული ვარ და გაცილებით მძიმე შედეგი დადგება გასული 1 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. ამას აქვს დამატებითი დამამძიმებელი კომპონენტები, მათ შორის ეს საწამებელი მანქანები, რომლებიც ყავდათ და მათ შორის აი ეს ქიმიური ნივთიერებები, რომლითაც დაწამლეს ხალხი. მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამართლებით, იმიტომ რომ არავინ არ არის მტყუანი, ვინც იმ აქციაზე რაღაცა გამოხატა თავისი აზრი და მან ამის საპასუხოდ მიიღო ან წამება, ან დაჯარიმება, ან რაიმე სახის ფიზიკური შეზღუდვა. ჩემი აზრით ყველაფერი კი გასაჩივრდეს და სტრასბურგი ალბათ არის ერთ-ერთი ის ნათელი წერტილი, სადაც ამ ეს ადამიანები ჩემი ჩათვლით სამართალს იპოვიან. სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელსაც აღიარებს და ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ხელისუფლების კომენტარები, რომ 2019 წელს დაირღვა მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებები, რომ იყო გამოყენებული არაპროპორციული ძალა, თუმცა ამ მხრივ ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე და მას დისტანციურად აქვს ბრალი წაყენებული. საკუთარ პასუხისმგებლობას კი ამ პროცესში ხელისუფლება არ გრძნობს, რადგან მათი ზეპირი განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ სამომავლოდ გამოძიება შესაძლოა მხოლოდ გიორგი გახარიაზე კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრებით დასრულდეს. თუმცა გამოძიება სრულფასოვანს იმ შემთხვევაში ჩათვლის სტრასბურგის სასამართლოდ, თუ კი სრულფასოვანი ანალიზი მოხდება 2020 უბრალოდ 19 წლის 20 ივნისის მოვლენების. გამოძიების გარდა სახელმწიფოს ახლა ევალება, რომ 3 თვეში საპროტესტო აქციის 26 დაზარალებულ მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადოს.